2009-ზე 8 წლის. სწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ფეხბურთის თამაში, წერა, ცეკვა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 3 წლის. ვიდეოს ვუყურებდი სხვები რო ხატავდნენ და მეც მომინდა ხატვა. მე ვიცი ბალის ხატვა ვიცი, სხვადასხვა რაიდი ადამიანების ხატვა ვიცი, ვიცი ჩიტების ხატვა ვიცი, დოქის ხატვა, ვიცი ეკლესიის ხატვა და ვიცი სახლების ხატვა. ყველაზე რთული არის ეკლესიის დახატვა, რადგან უნდა დახატო ლამაზად და ლამაზად რო არ დახატო, არ გამოგივა. ყველაზე ადვილი არის ყვავილის და ბალის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის იასამნისფერი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ ძალიან სისხლისფერი არის. მთელი ცხოვრება ვაგროვებ ჩემს ნახატებს. ახლა სახლში მაქვს 33 კარგი ნახატი. პატარების დიდი შოურო არის მაგისთვის ვაგროვებ. მე აუცილებლად მოვაწყობ ჩემი ნახატების გამოფენას. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ ჩემი ნახატები იყოს მუზეუმებში და ძალიან ძვირადღირებულები იყოს. ყველაზე ხშირად ჩემს ნახატებს ჩუქნი დედას. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. მაგალითად შარშან მომიტანა სახატავი ნივთები. წელს მინდა მომიტანოს ტელეფონი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 82 წლის და მისი სახელი არის გიორგი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან იქ მყავს ძალიან ბევრი ჩემი მეგობრები და ძალიან ვხალისობ მათთან ერთად. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის თომა ცეცხლაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ია გოჩიტიძე. ყველაზე მშვიდი არის იულია გიგიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანასტასია ოსანაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის ნათია სარჯველაძე. იმიტომ რომ ლამაზია გვახალისებს ბავშვებს, სულ არ ყვირის და ყოველთვის კონცერტებს გვიწვევს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. თუ მხატვარი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ სპორტის მასწავლებელი. მით უმეტეს რომ ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს. შემეყვარდა ფეხბურთის თამაში იმ დროს, როდესაც საფხულის დასვენებები იყო და ჩემი მეგობრები ვიყავით სოფელში, ქობულეთში და იქ დავიწყეთ დიდ მინდორზე დავიწყეთ თამაში ბურთის და შემდეგ თქვეს რომ მოდი ვითამაშოთ ფეხბურთიო. დავიწყეთ ფეხბურთის თამაში და როდესაც უკვე ბევრი გოლები გავიტანეთ, მაშინ ძალიან შემიყვარდა მე მაგ დროს ფეხბურთის თამაში. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. ყველაზე ადვილად ვიღებ ჯარიმებს და პენდლებს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის გიორგი მამარდაშვილი. საყვარელი გუნდი არის ბარსა. რომ შემეძროს საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი 19 ნომრით. ლამინ იამალი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. მამარდაშვილიც და ლამინ იამალი ძალიან. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი პატარა ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 2 და 1 ძმა. ჩემი ძმა არის 5 წლის და ქვია სანდრო. ის არის მხიარული, ცელქი, ნერვების მომშლელი და ძალიან ჭკვიანი. ნერვებს მიშლის, როცა ვსწავლობ და რაღაცებს ვთამაშობ. თმებზე წიწკნის, ჟღაპნის ველებს. ჩემი აზრით, სანდრო რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური ვაჟკაცი, მშრომელი და საქართველოს გულშემატკივარი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მსურველი, საყვარელი თბილი და მშრომელი. დედიკო კიდევ არის ძალიან კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს მის გაკეთებული ბლინები. სხვათა შორის მეც ვასხობ გემრიელ ბლინებს. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე ვიყავი 2 წლის. ეს საჭმელი იყო ხაჭაპური. ისე ჩემი საყვარელი საჭმელი არის წვნიანი. ახლა მინდა რომ ვიყო 16 წლის, რადგან უკვე ვიქნები კარგი მხატვარი. ცეკვა ძალიან მიყვარს, დავდიოდი 3 თვე და მერე ისევ გამოვედი. იმიტომ გამოვედი რომ სამწუხაროდ დრო არ მყოფნდა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭორი. საყვარელი ლილეთი არის ეს. დაჯდომილზე ვერ ვაკეთებ ძალიან კარგად. თორემ ისე საყვარელი სიმღერა არის საქართველოს გულშემატკივრების სიმღერა. მე ვარ საქართველო გამარჯვების მჯერა, მე ვარ საქართველო. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის დედა მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა.
ასევე ძალიან მიყვარს დაჩეს ხაპრები. წერაც მიყვარს და მე თვითონ ვიგონებ ლექსებს. ჩემი ლექსების ძირითადი თემა არის სამშობლო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაერთიანებდი საქართველოს. დავიბრუნებდი დროებით დაკარგულ ტერიტორიებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ნია რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ნია დამარქვა, მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნია რომ არ მერქვას ალბათ მერქმეოდა ევა. ჩემ შვილებს დავარქმევ მარიამს, ანასტასიას და თომას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს დეიდაშვილ ირაკლი ანანიძესთან ერთად. ყვავილებიდან მე ვგავარ იას, რადგან ჩემსავით საყვარელი და თბილი არის. ბედნიერება არის დედასთან ჩახუტება, დედასთან ერთად საირმობა, მამასთან ერთად თბილ მოგონებების გახსენება და ჩემს დედასთან ერთად ყვავილების კრება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.